შვიდობა, ძვირფასო თანამემამულენო. ვინც გვაკვირდებით, იცით ალბათ, რომ გუშინ ჩვენ მთავრობის კანცელარიაში შევიტანეთ მიმართვა, პროექტი, რომ სახელმწიფოსგან, ხელისუფლებისგან უბრალოდ ვითხოვთ სახელმწიფო ბანკის შექმნას. თქვენ იცით ალბათ, რომ მე ჩემი ორგანიზაცია უკვე 15 წელია თითქმის ვებრძვით ქვეყანაში არსებულ ფულად საკრედიტო პოლიტიკას. პოლიტიკան, რომელმაც ფაქტიურად უზომოდ დააზარალა როგორც სახელმწიფო, ისე მისი თითეული მოქალაქე, თითეული თანამემამულე ჩვენი. რადგან ვიცით ალბათ, რომ რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი, იმის მერე გაუქმდა სამუშაო ადგილები და ფაქტიურად კომერციულ ბანკებს მიუგდეს ჩვენი ხალხი, ჩვენი თანამემამულეები საძარცვავად. და პირდაპირ უწოდოთ საბანკო სისტემას, ეს იყო მტაცებლური კანონები. და სამწუხაროდ ეს იყო თავსმოხვეული პოლიტიკა უცხო ქვეყნების მიერ ჩვენ ქვეყანაზე და ზოგადად ასეთ ქვეყნებზე ეს არის დღეს მსოფლიო პოლიტიკა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ აი ეს მსოფლიო პოლიტიკაც ირღვევა და რა თქმა უნდა ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ეს დღეს მიმდინარე პროცესები მსოფლიოში და აუცილებლად თუ მანამდე ვერ შეძლეს ეს, დღეს ყველა ვარიანტში უნდა შეიქმნას სახელმწიფო ბანკი, რომელიც გვიხსნის აი ამ ჯოჯოხეთური კომერციული ბანკების პროცენტებში ჩამხშვალი რო ვართ ამ პრობლემებისგან და დასაკუთრებული ქონებების გამოსყიდვა უნდა მოხდეს აუცილებლად სახელმწიფო ბანკისგან, რადგან ვერც ერთი ადამიანი პიროვნულად ვერ დადგება გარანტორად ამ საქმეში, ზუსტად ამიტომ უნდა იყოს ხელისუფლება გარანტია აი ამ ბანკებსა და მევახშეებთან, რომ აუცილებლად მოხდება აი დაფინანსება, გამოსყიდვა ამ დასაკუთრებული ქონებების. ვიმეორებ, როგორც სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტების და ჩვენი ბუნებრივი რესურსების, ასევე სახელმწიფოს რესურსია ის მიწა, რომელზეც ჩვენი სახლი დგას, ამიტომ ჩვენი თანამემამულეების და მოსახლეობის კერძო სახლებით, რომელიც დასაკუთრებულია, ყველას გამოსყიდვა უნდა მოხდეს აუცილებლად. მე მინდა აქ ერთი სახელმწიფო ბანკის ძირითადი საქმიანობა და მიზანი რა იქნება, უბრალოდ წაგიკითხოთ და გითხრათ სულ ყველას. სხვადასხვა უცხო ქვეყნების საკუთრებაში არსებული კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტების, ბუნებრივი რესურსების გამოსყიდვა და ჩვენი მოსახლეობის კერძო საკუთრებების აწუკვე ბანკების მიერ მიტაცებული გამოსყიდვა და მეორე ამ სახელმწიფო ბანკის ძირითადი მიზანი და ფუნქცია იქნება გაცემა უპროცენტო თანხების დარგობრივი სტრუქტურების განვითარებისთვის და მეცნიერებისთვის. დარგობრივ სექტორში შედის განათლება იქნება, სოფლის მეურნეობა იქნება, ეს თუ მძიმე მრეწველობა იქნება, თუ გემთშენებლობა, თუ რა იქნება, ერთი სიტყვით დარგობრივი სტრუქტურები და ამას უნდა მე თავისი სპეციალისტები და აუცილებლად გაართმევენ თავს. რა შეცვლის სახელმწიფო ბანკი ერთ-ერთი არის აქ მუხლივით როგორ გითხრათ, ეს იქნება ოლიგოპოლიის რღვევა, ჯანსაღი კონკურენცია და სახელმწიფო ბანკი ფაქტიურად დააბალანსებს და არ მისცემს კომერციულ ბანკებს იმის საშუალებას, რაზე უმოწყალოდ ძარცვას თავიანთი მოსახლეობა და იქნება დამაბალანსებელი ეს ბაზარზე. მეორე გლობალური ეკონომიკური კრიზისების დროს კერძო ბანკები არ აფინანსებენ მრეწველობას, იმიტომ მათ ეშინიათ ომის დროზე თავს იზღვევენ, მაგრამ სახელმწიფო ბანკი პირიქით უფრო მეც გასცემს, იმიტომ რომ ეკონომიკის რეცესია არ მოხდეს, ანუ სული შავარდნა რო არ მოხდეს ამიტომ სახელმწიფო ბანკს აქვს უდიდესი როგორ ვთქვათ მნიშვნელობა სახელმწიფოსთვის, თუ სახელმწიფო გვია. ახლა ჩვენ ვნახავთ რამდენად არის მზად ჩვენი ხელისუფლება იმისთვის, რომ მას ხო იძახიან, რომ პრეტენზიები აქვს, თქვათ, იქ ევროპასთან, ამერიკასთან თუ რაღაც არ ვიცი, ვიღაცებთან, რამდენად არის მზად და გულწრფელი მართლა, რომ ჯანსაღი საკუთარ თავზე დამოკიდებული ქვეყანა შევქმნათ და ეს მინდა ერთი სიტყვით აქ მოყვანილი გვაქვს ხო ფინანსური რესურსების დემოკრატიზაცია, ანუ რა სხვა ქვეყნებმაც როგორ გაიარეს ეს და დღესაც
როგორ არის ევროპულ ქვეყნებში ეს დაბალანსებული და როგორ გადაარჩინა თქვა გერმანიაში არის სახელმწიფო განვითარების ბანკი, რომელიც აფინანსებს ეკონომიკას მთლიანად ფაქტიურად და როგორი ქვეყანა არის ახლა ეკონომიურად ჩვენ ვიცით გერმანია. ასევე კორეა მაგალითისთვის მოვიყვანეთ, სხვადასხვა ქვეყნებში როგორ არის, თუმცა მე მგონი სულ არ არის საჭირო რომელიმე ქვეყნის მაგალითი მოვიყვანო, მაგრამ რაღაც ჩვენი სახელმწიფოები აგებულია ამაზე, რომ სულ ორიენტაცია აქვს იმისთვის, რომ ვიღაცებს მიბაძონ, აქ ბატონო, აგერ აზიურ მაგალითიც არის მოყვანილი, ამერიკული მაგალითიც არის მოყვანილი, როგორ გადაარჩინა ამერიკა 2008 წელს იმის რა ქვია, დაკონტას ბანკმა, როგორ გადაარჩინა, ისეთი საშინელება ხდებოდა, მაგრამ უოლ სტრიტზე ბანკები კოლაპსს განიცდიდნენ და გადაარჩინა ამ ბანკმა, ასევე აზიური სასწაული სამხრეთ კორეის ინდუსტრიალიზაცია წარმოუდგენელი იქნებოდა კორეის განვითარების ბანკის გარეშე. ნუ თურქული მაგალითი ზირაათ ბანკი და კიდე სხვა ბანკი და კი ვიცით, კავის ის იყო ფაქტიურად თურქეთი და ისეთ განვითარებულ ევროპულ ქვეყნად აქცია ამ საბანკო სისტემამ ძალიან მალე და ასე შემდეგ. ახლა ბოლო მინდა წაგიკითხოთ და ბევრს არ გავაგრძელებ, ანუ დასკვნას ვაკეთებთ ამით, რომ დრო არის ქართულმა სახელმწიფომ დაიბრუნოს ეკონომიკური პოლიტიკის შემოქმედის ფუნქცია და უარი თქვას ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის გადაბარებაზე ოლიგოპოლიური კომერციული სტრუქტურების მიმართ. სახელმწიფო ბანკის დაარსება არის არა უბრალოდ ტექნიკურ-ფინანსური გადაწყვეტილება, არამედ პოლიტიკური ნების გამოხატულება. ქმნით ჩვენ დამოუკიდებელ მეწარმე საკუთარ ფეხზე მყარად მდგარ ეროვნულ ეკონომიკას, თუ რჩებით გლობალური ფინანსური კაპიტალის პერიფერიულ მომსახურე პროვინციად. დიახ, ახლა გამოჩნდება ზუსტად გულწრფელად რა უნდა ჩვენ ხელისუფლებას. და თუ ეს არ უნდა მას, მაშინ პირდაპირ ვთქვათ, რომ ის მტერია, როგორც საქართველოს სახელმწიფოსი, ისე მისი წარმომქმნელი ერის და ზოგადად მისი მოსახლეობის და მტერს მერე ალბათ მტრულად უნდა მოვექცეთ. მაგრამ მე იმედი მაქვს ჩვენი სახელმწიფოს მთავრობის გონიერების და ისინი მიხვდებიან ალბათ ეს რა მესიჯი გაიგზავნა მათ მიმართ. აბა უღრმესი მადლობა.